საჯარო პრეტენზიების შემდეგ კვლავ აქტუალურია კითხვა, დგას თუ არა მისი განცხადებების უკან ბიძინა ივანიშვილი. საკითხი განსაკუთრებული ინტერესი იწვევს იმ გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც ხალხის ძალა ხშირად აღიქმება როგორც ქართული ოცნების არაფორმალური ფრთა და მათი რეალური გზავნილების გამხმოვანებელი. ოპოზიციას აქვს საკუთარი ვარაუდები, პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ქართულ ოცნებას ახლა აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, შესაძლოა მართველი ძალა ცდილობდეს ფსევდო კონკურენციის და დებატების იმიტაციის შექმნას, სადაც ხალხის ძალა ოპოზიციურ როლში გამოჩნდება. რეალურად ოპოზიციას არ სჯერა დიმიტრი ხუნდაძის განცხადების გულწრფელობის და ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეს ღია კრიტიკა და დაპირისპირება სწორედ პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყოს. ის კი არ აინტერესებთ იქ თვითონ ქართული ოცნება ქართული ხალხისთვის რას აკეთებს, არამედ აინტერესებთ ქართულ ოცნებაში ისინი რამდენად კომფორტულად ზნობენ თავს და რამდენად იღებენ სარგებელს. ეს არის ჩემი აზრით მთავარი პრობლემა და ეს სივრცე შიდა დაპირისპირებისთვის და ერთმანეთის დაჭამვისთვის ძალიან ნოყიერი გახდა. პასუხი როდის მოეკითხებათ, სანამდე ეს დღესასწაულში დადგება, მათ უნდა სარგებელი მიიღონ ამ ყველაფრისგან ყოფნიდან და როგორც ჩანს ახლა ყველა იმას ვეღარ იღებს, რაც რითვისაც დარჩა იქ. მე გარკვეულწილად უფრო ამას თამაშს დავარქმევდი, ვიდრე ირაკლი კობახიძისთვის წყლის შეყენების ცდილობას და მათ შორის პასუხი ირაკლი კობახიძისგან ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ შერჩევითად ადამიანებზე იქნება ეს ორიენტირებული და არაპარტიულად, ასევე რაღაცა ამ კუთხით თამაშის გაგრძელების მაჩვენებელი უფრო არის, ვიდრე რაღაცა დაპირისპირების რეალური შესაძლებლობა. ამიტომ ხალხის ძალა არის ივანიშვილის რეჟიმის განუყოფელი ნაწილი, ხალხის ძალა იყო ყველაზე ანტიდასავლური და პრორუსული და შემდგომ ეს ფუნქცია წაართვა ირაკლი კობახიძის თავისი გუნდით. მის ფონზე განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაჭერილი და სუსის უბრალოდ ეს მესიჯი კარგად ისვინება, ამიტომ უფრო მეტად გათამამდება ყველა მსგავსი ტიპის სუბიექტი. ეს ყველაფერი მეანიშნებს იმას, რომ რაღაცა შიდა პლურალიზმი უნდა იყოს დაშვებული და ახალი პოლიტიკური პროექტი ბიზნესთვის ეგეთია, რომ აქეთ ხარეს ოპოზიციას აუქმებს და იქით ოპოზიციას ბადებს ამ ფორმით. მე შეგახსენებთ, რომ ხუნდაძე ბუნტის ცნობილი იმიტაციის ავტორი იყო, როდესაც ეგრეთ წოდებული მაჟორიტარები აჯანყდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში მგონია, რომ ის მაინც მიუთითებს იმ რეალურ წყენებზე, რომელიც ოცნებამ იცის, რომ მისი ამორჩევლის შიგნით არსებობს. უბრალოდ ხუნდაძეს დაევალა ამ ხალხის წყენების გახმოვანება იმისთვის, რომ თითქოს ამ ხალხს მიანიშნევა, რომ მათზეც ფიქრობენ. სინამდვილეში კი ეს წყენები სწორია, კობახიძე არის სრულიად არაორგანული ფიგურა ოცნების ტიპიური ამორჩევლისთვის. დღის განმავლობაში დიმიტრი ხუნდაძესთან დაკავშირების რამდენიმე მცდელობა გვქონდა, თუმცა ის დამატებით განმარტებებს არ აკეთებს და კითხვებს არ პასუხობს.